ქვის ხანა საქართველოს ამ სახელწოდების გამოფენა შედგა გუშინ თბილისის სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ქვის ხანის პერიოდის ამსახველი მასალა, ასევე მსოფლიოში აღმოჩენილი ანთროპოლოგიური ექსპონატები, რომლებიც ადამიანის ევოლუციას ასახავენ. ექსპოზიცია ზენკერბერგის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოეწყო, რომლის მასპინძელის წელს საქართველოა Homo erectus 100+25 წელი დმანისი და მის მიღმა, ასე ქვია კონფერენციას, რომელიც დმანიში არქეოლოგიური ძეგლის აღმოჩენიდან 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს 100 უცხოელი მეცნიერი ეწვია. ეროვნულ მუზეუმში კი ექსპოზიცია ფართო აუდიტორიისთვის 27 სექტემბრიდან გაიხსნება. 25 წელი გახდა, რაც დმანისში აღმოვაჩინეთ ჰომინიდის ქვედაღმა, რომელიც დღეს არის უკვე მსოფლიო მეცნიერებაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტი. ამას მიუძღვენით აგრეთვე როგორც საერთაშორისო სიმპოზიუმი, ისე გამოფენა. ჩვენთან ერთად არიან მსოფლიოს ლეგენდარული მეცნიერები, რომელთა ხელით არის ეს აღმოჩენები გაკეთებული. ეს ფანტასტიკურია. აქ წარმოდგენილია მსოფლიო მნიშვნელობის ანთროპოლოგია, მათ შორის დმანიში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალაც. ფიქრობ, ქართველები უნდა ამოყობდეთ ამ განძით საქართველოს დიდი წვლილი მიუძღვის იმ ფაქტის აღმოჩენაში, თუ როგორი ევოლუცია განიცადა ადამიანმა საუკუნეების მანძილზე.